კაი, მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან მიხარია რომ დავიწყეთ და რა დავიწყეო, მკითხავთ ალბათ, მაგრამ პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ჩვენ ვიყოფებით საქართველოს უნივერსიტეტის YouTube გვერდზე, ანუ UG Hub-ზე, სადაც როგორც ხვდებით, ჩვენი ეპიზოდები დაიდება ხოლმე. ეს არის პირველი ეპიზოდი. ახალგაზრდობაზე გვექნება ძირითადად საუბარი და ყველა იმ თემაზე, პრობლემურზე თუ არაპრობლემურზე, მოკლედ აქტუალურზე თუ არააქტუალურზეც კი ხანდახან. რაც ეხება ახალგაზრდობას, იმიტომ რომ მეც ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი სტუმარიც ახალგაზრდა იყო, რომელზეც 2 წუთში გეტყვით ყველაფერს. მოკლედ ეპიზოდი იწყება და მე იმედი მაქვს, რომ აი ჩემი შვილიც 16 წლის არის, აუცილებლად მინდა რომ ისიც მოვიწიო სესილის სტუმრად და ერთხელ მასთანაც მექნება საუბარი და იმედია დაგაინტერესებთ ორი თაობის პრობლემები ან პირიქით გართობა და ასე შემდეგ და ცხოვრების წესი და რუტინა, მაგრამ სანამ ეგ ყველაფერი იქნება, მე მიხარია რომ პირველი ეპიზოდი უკვე დავიწყეთ. დღეს ჩემთან სტუმრად იმყოფება გიორგი ჯანელიძე, რომელიც არის ჩემთან მოსული, ძალიან გამიხარდა რომ მოვიდა, დიდი ხანი არ მყავ ხარ სხვათა შორის ჯანელანახი და ამიტომ პირდაპირ გაჯეხებ და კითხავ როგორ ხარ? მადლობა გილოცავ ახალი წამოწყებას. შენ მაყურებელს მივესალმები, ყველას მივესალმები. არ ვიცი როდის დაიდება, მაგრამ როცა ვიწეთ საახალწლო პერიოდია და გილოცავთ დღესასწაულებს. სახში შევხვდი ახალწლს? რა თქმა უნდა. არა, სახში არა. ჩემები შვილის პარიზში იყო, ცოლი ქუთაისში და მე ვიზა ჩემთან ავედი, რომ მარტო არ შევხედო. დაიფანტეთ ესე იგი. ხო, არა მე ხანდახან აი კორპორატიულების ან ივენთების გამო დაახლოებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ალბათ ორჯერ შევხვდი სულ რა. აი გაის და მოკლედ მეც გილოცავთ, რავი და კაი წელი ყოფილიყო ჯანო რა. აი რაღაცნაირად ესეთი კარგი, სუყე, გემრიელი, პოზიტივით სავსე წელი. ვიცი რომ ძალიან ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ მე ახალი წელია, აი თოვლის ბაბუას აქედან მთხოვრო, ეს იყოს კაი წელი. კაი, ნახე, სტუდენტობაზე ვსაუბრობთ. ეხლა შენ რომ წელს ჩააბარე? 94-ში. 94-ში, ესე იგი შენ ხარ 47-ის თუ 8-ის? 8-ის. ხო, მე 99-ში სადღაც. ერთხელ მახსოვს რომ ვიყავი ლექტორთან, წინასწარ მისული, სანამ ჩავაბარებდი, მე ფილოლოგიური მაქვს დამთავრებული. და რომ მივედი მოკლედ მახსოვს რომ ვიღაცები მეუბნებოდნენ რომ ზუსტად იგივე ტანსაცმლით მიდიო იმ ლექტორთან როცა გაესაუბრებიო რა არა ოფიციალურ და არა ფორმალურ შეხვედრაზე სახში მასთან რომ დაგიმახსოვროს და მერეც იგივე უნდა გეცვასო რომ გიცნოსო რომ კაი ნიშანი დაგიწეროს და არ დაგჩაგროსო შენ საჩააბარე ჯერ გითხარი მე და წინაღობების თუ შეხვედრია იმდროინდელი ან ჩაწყობებთან და ვიღაცა კაი დავიწყოთ ჩავაბარე ილია-უნი იცი კი აკაკიუნი არ ხომ აი აკაკიუნიში ვსწავლოდი მე აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი ქუთაისშია აწსუს ეძახდნენ რაღაც პერიოდი ასე ეძახდნენ აწსუ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტი მე რო ჩავაბარე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერქვა მაშინ და იყო 2 წლის გაუნივერსიტეტებული მანამდე იყო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და 95% კონტინგენტისა იყო გოგოები. მე რო ჩავაბარე ახალი ის იყო რა ბიჭები ახალი გამოჩენილი იყვნენ უნივერსიტეტის ეზოში. ჩემი სპეციალობა სულაც პირველი მიღება იყო საგადასახადო საქმე აუდიტი და ბუღალტერია და ეკონომიკური ფაკულტეტიც ახალი იყო. მესამე კურსი იყო. ანუ ჯერ მე რო ჩავაბარე არავის არ ქონდა ჯერ დიპლომი აღებული ეკონომიკური. და მე რო გავიდა წლები 10 წლის მერე უკვე ქუთაისში ყველა ბანკის ფილიალი, აკაური, ცენტრალური დიდი ბანკები რაც არის ქართული, იმათ ქუთაისის ფილიალები ხო არ ყველას უფროსი ვიღაცა ჩემი კურსელი იყო, საგადასახადოს უფროსი. და შემდეგ ბუღალტრები ესენი ამ ხალხმა იქ აითვისა ეს ადგილები. ხო და ჩავაბარე ამ აკაკიუნიში. როგორ ხდებოდა მაშინ ჩაბარი? რახან ეს რეფორმა ახალი დაწყებული იყო, როგორც გითხარი, 2 წელი იყო გასული, რაც გაუნივერსიტეტი და ეს პედაგოგიური ინსტიტუტი, ეგ მარტო ქუთაისში არ მოხდა, ბათუმშიც ეგრე მოხდა. ახალციხეშიც მაშინ გახდა უნივერსიტეტი. კიდე სად გვაქვს უნივერსიტეტი? გორში მანამდე ერქვა ეკონომიკური ინსტიტუტი და ისიც უნივერსიტეტი გახდა. მაშინ შენ გახსოვს თუ არა, არ ვიცი, სამედიცინოში იყო ესეთი ცოტა კურიოზული მოვლენა. ვიღაცები ითხოვდნენ, რომ ვერ ჩააბარეს გამოცდები, მაგრამ მაინც მიგვიღეთო შიმშილობთ.
მეც ეცამით, ანუ სტუდენტებმა თქვეს, რომ მართალია ჩავიჭერით, მაგრამ ვერ ჩავაბარეთო, მაგრამ შიმშილობა დაიწყეს, რომ რა პონტია უნდა მოხდეთო, მაგრამ შიმშილობა რატო დაიწყეს, რომ თვლიდნენ, რომ იცოდნენ საკითხები, მაგრამ უსამართლოდ დაიჩაგდნენ თუ უბრალოდ აეგრე. იცი რა, მაშინ იყო კვოტები. მაგალითად, ჟურნალისტიკური ფაკულტეტი საბჭოთა კავშირის საქართველოში იყო მარტო თესეუში და ისიც 15 იღებდა წელიწადში და შესაბამისად უშვები. 15 ჟურნალისტზე მეტი ქართველი არ ჭირდებოდა საბჭოთა კავშირში. და ესე იყო კვოტები რაღაცეებზე მერე რო ყველგან დაიწყეს საგარეო ურთიერთობები და საერთაშორისო ურთიერთობები რა თუნდოდა მაშინ. საბჭოთა კავშირის ქართულ ენაზე ვიღაცისთვის ესწავლე. ეგეთი რაღაცები არ იყო და ფირმა რაღაცები ესწავლებინა, მაშინ რომ ფირმას ეხლა ფირმა იყო ყველაფერი რაც არ იყო ქართული. ანუ საბჭოუთის იქით რაც იყო ყველაფერი იყო ფირმა. ხო და ეს რეფორმა დაიწყო ალბათ 90-ში 11-ში მოშიმშილეები მიიღეს. მიიღეს ხო და დამატებით რამდენია? ბევრი რა, ეტო ბევრი ხალხი შენა და ეხა ისინი ექიმები არიან და შეიძლება ჩვენ ოპერაციებს ეგ ხალხი ვიკეთებს, ვინც მაშინ ოროსნობის გამო ჩავა. აი აქედან ცოტა ხანში უკვე მევაბარებ რა. ოღონდ სამედიცინო არ მინდოდა სისხლები და რაღაცები არ მაინტერესებდა და 94-ში უკვე ძალიან ძიმე სიტუაცია. დენი არ არის, ფული არ არის არც ხალხში და ისიც არ არის, ლარიც ჯერ არ არის შემოღებული. კუფონია ხო. ყველა რომ მილიონერები ვიყავით. თან ქუთაისში კიდე უფრო დეპრესიული გარემოა, ის არის რა, უბრალოდ რომ დააკვირდები ქალაქში, არავინ არ არის რეალიზებული, ესე რომ ვთქვა. შედარებით ვისაც ფული აქვს ცოტა, ну, ფულს ასვეძახე, бенზინის ფული რო აქვს და სიგარეტის მაქსიმუმ. ეგენი არიან ქურდები და პოლიციელები და ეგენი არ მინდოდა არც ერთი და ამიტომ ოჯახს არ ქონია მაგაზე საუბარი. ну, ეს ჯერ კიდე ისასაკია სკოლის მოსწავლე ხარ ბოლო კლასში, რომ მაინც მშობლები წყვეტენ რაღაცას, საჩააბარებს, სადაც ჩააბარებს, ну, იმან უნდა უზრუნველყოს სტუდენტობის რაღაც წლები მაინც. და რომ მოვიდა უკვე 11 კლასის ბოლოს, კითხეს, რომ სად გინდაო ჩააბარო. მეთქი რა ვიხარ, უყურებ ვერაფერ პერსპექტივას ვერ ხედავ ერთ-ერთი მიმართულებით. მოდი სადაც დაბალი კონკურსი იქნება. იქ ჩავაბარები. იმიტომ ეს დიპლომი ეგდოს. ოღონ იმის ხარჯზე კი არ ეგდოს, რომ თქვენ კიდე ფულები იხადოთ და რაღაცა გაყიდოთ. არამედ სადაც დაბალი კონკურსია. წავიდა მამა ჩემი კითხა და აღმოჩნდა, რომ იმ წელს იხსნება ქუთაისის უნივერსიტეტში ახალი მიმართულება. რაც გითხარი, საბუღალტრო აღრაცვა, საგადასახადო საქმე და აუდიტი და ეს ამის გარდა არის ფინანსები და კრედიტი, ის რომელიც უკვე 2 წელია გახსნილია და იქ ბევრია ისა მსურველი. აქ არ არის, იმიტომ რომ სპეციფიკურად შეზღუდული რაღაცა. შევიტანე აქ საბუთები. ბარდება მხოლოდ ერთი გამოცდა. ეს გამოცდა ზეპირიც არის და წერილობითიც. ანუ ჯერ წერ რაღაც 3 საკითხს, მერე გადიხარ და 2 საკითხს პასუხები. ესეთი გამოცდა. ეს იმის შედეგი მგონია იმ გაფიცულების. რომ რახან მაინც მიზუებული გახდნენ ოროსნებიც მიეღოთ. ამას მოყვა რომ ეს გამოცდები შეამცირეს და დატოვეს ერთი. და ესეთი ფორმით რა. ესეთი არის თუ იმაზე აბარებ ეკონომიკურ მიმართულებაზე მათემატიკაში. ჩემი დაც აბარებდა ტყუპის цали დამყავს შენი კოლეგა ჟურნალისტიკაზე აბარე, ну, ფილოლოგიურზე და იმან ქართული ჩააბარა. ხო და 2 კვირა 1 თვეა რა გამოცდებამდე. უკვე მაისია. რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიტანეთ საბუთები იქ. მაგრამ ეხა მათემატიკაზე გრაბარდება ხო უნდა ისაქნა, გაიარო სკოლის იმედზე ვერ იქნება. წავიდა მამა ჩემი იპოვა მასწავლებელი, რომელთანაც თვითონ ემზადებოდა. აბიტურიენტი როცა იყო. ანუ მასწავლებელი ლეგასია. კი. და თვითონაც ხო ჩააბარა მაშინ მამაჩემს ეს თბილისის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერქვა მაშინ, გპ. ინჟინერია ხო და
იმ კაცმა ეხლა რომ მივედი კითხა აბა ეს როგორ არის და თქვა რომ აქვსო ამას ის პრაბელები ზონაში მაგრამ კი ორ კვირაშიო ვასწავლე გამოიდი ორ კვირაში მათემატიკას და პრობლემა და მასწავლე გასწავლა ორ კვირაში კი თავობა ხო მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ვის უკდამსახურებაა მასწავლებლისთვის შენი იმიტომ ორ კვირაში ორივე არა ექსპრეს მეთოდი ჩემი რა მასწავლებელი ყველა ვერ ისწავლის რაც არ უნდა მაგარი ხო მაგრამ რაც არ უნდა კარგი მოსწავლე იყოს მასწავლებელი თუ არ არის თუ გამძლემა არ უშველა ხო ორ კვირაში ძნელია რა სისტემაში ხო და აქ დიდი ჟრიამული იყო ამ მისაღებ გამოცდებზე ხო ბევრი იმ წელს ძალიან ბევრი აბარებდა ქუთაისის უნივერსიტეტში ქუთაისელი კარგი მოსწავლე მათ შორის იმიტომ რომ იმდენად ცუდი სიტუაცია იყო ქვეყანაში რომ შეუძლებლობა ვერ გარისკეს თბილისში გაშვება რა კარგ სასწავლებლებს გასაგები მიზეზების გამო. თან თბილისში ქუთაისელის თვალთახედვით კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია იყო, იმიტომ რომ ითვლებოდა რომ თბილისში ბესპრიძელი იყო და იქ რაღაცა იპოვიდი სამართალს რა. ანაკანი, ხო, სადღაც ხო. და ბოლო შედარებით პატარა ქალაქია. დიდი ნაწილი ერთმანეთს იცნობს და ეს მაინც ესე არ გაწირავდნენ როგორც თბილისში უცნობი ხალხი, რომელიც იმშილის გამო ბევრ ამაზე იყო და ბევრი მახსოვს რომ ბევრი კაი ვიღაცა სწავლობდა მაგ უნივერსიტეტში ჩემ დროს. კაი ტიპები რა ეტყობოდათ მე რაღაც სტუდენტურ ღონისძიებებში ხო გადაიკვეთები ხოლმე ამ ფაკულტეტის სახელით ხანამ და ნორმალური კონტინგენტი იყო. ამ მისაღებ გამოცდაზე რახან ერთი არის ხო ჩემი სკოლელებიც ხო იმაშვებოდნენ, აბარებდნენ და რო გამოდიან ახლა ვაკვირდებით სახეზე რა რო გამოდის რომ ის არის აბა ჩააბარა ხო ან კი არა მაგით გინდა მიხდე ჩააბარა თუ არა ჩააბარა თუ არა ხო მე რო გამოვედი ახლა დიდი მეტყველი სახე არასდროს არ მქონია და გაუჩინდა ჩააბარე ისეთი საეჭვო კულა მქონდა უფასოზე მომხდებოდეთ უფასიანზე მაგაზე მე ვილაპარაკოთ რას ნიშნავდა მაშინდელი უფასო და რას ფასი ხო და გამოდის ერთი ჩემი პარალელური ჯგუფელი სკოლიდან ვიცნობდი და არის უბედნიერესი და არ იყო ესეთი მოსწავლე რომ ის ეგეთი სახით გამოსული ექვსიანი მიუღი ექვსიანი იყო მინიმალური კულა რომელთაც მოხდებოდი ფასიან მე დავემართა ეგეთი რაღაც რომ აი მასე სახეზე რა როგორი სახით გამოდიხარ მოკლედ მე ჩავაბარე ფილოლოგიურზე რა და შესაბამისად ეხლა წარმოიდგინე იყო 330 გოგო თუ რაღაცა და 3 ბიჭი. აქედან მე დავდიოდი, ოღონდ მე უკვე იშვიათად, იმიტომ რომ თვითონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში ვთამაშობდი TSU-ში და მაშინ მახსოვს რომ უცნელებმა და რაღაცა ჭირდება და თუ რაღაცებს გააცდენს, იმიტომ რომ იქ უმაღლესში თამაშებია და რაღაც უფრო მაგ მიზეზებით რა, მაგრამ არც მინდოდა ეხლა მამაჩემი ფილოლოგი, დედაჩემი ფილოლოგიაც, მამაჩემიც პრინციპში ჰუმანიტარულ დარგშია თარგმნელი და დედაჩემი ახლა რაღაც ჩერკეზია კავკასიური ენების ფაკულტეტზე, უნდა ჩავაბარო ახლა, იმიტომ რომ რაღაცა ის არის რა, მემკვიდრეობითია თუ რაც, ადვილი გზაა, იმიტომ რომ მაშინ რაც ვილაპარაკეთ, ანუ საერთაშორისოზე, სამედიცინოზე, დიპლომატიურზე, იურიდიულზე იყო ეს, აი კასტური რეჟიმი იყო მაშინ ჩვენთან, ანუ იქ ვერ მიეკარებოდი, იმიტომ რომ ისეთი თანხებთან იყო კავშირში, ისეთ გავლენებზე რომ რაღაც. ამიტომ ჩვენ ქვედა კასტა, შუდრები ვიძახდით რომ აი საათრას და მეთქი კაი მე ხა ფეხბურთს უფრო და უფრო სერიოზულად უყურებ. მოკლედ რა და აი როგორი შანსი არის ხო იცი რომ მე ფილოლოგიურზე ვერ მოხვედრილიყავი. აი გამორიცხული იყო. თან ყველაფერს თავი დავდიოდი 4 პედაგოგთან. ისტორიაზეც დავდიოდი, ქართულზეც დავდიოდი ცალკე, მაშინ არ იყო ისეთი სწავლება და ამიტომ პედაგოგებთან ცალ-ცალკე ვიხდიდით ფულს. ისიც კი მახსოვს, რომ პედაგოგის მეგობარმა შემოგთავაზა $100 იყისო რა და ჩულკში გახვეული, აი ეს ძველებური რვეულები რო იყო, ტეტრადზე რო ეწერა, აი მაგას რო ეს 4 კუთხედად პატარებად დაჭრდნენ, შიგნით იყო ეგრეთ წოდებული შპარგალკა. და ეს ჩულკში იყო ჩალაგებული და იქ რო შედიოდი რა, იქ აი ეს კამრის სავით გადაგეჭი რა, აი როგორც რემბო რა ესე და შედიხარ შიგნით და მე რაღაცა მომენტში უნდა გეთქვა რომ აი საჭირო ოთახში მინდა იქ მისულიყავი თუ რამე არის გეკითხა მოკლედ თავის ტექნოლოგიები იყო მაგრამ ბიჭო მიკვის და ვეუნები ჩემს მეთქი არ მინდა ეს არ მჭირდება რა იმიტომ რომ ეხა ჯერ ისედაც სანთლით ბიჭს ეძებენ და ეხა
რაზე უნდა რას უშანი კი ვიცოდი ზეპირად და მთელი ჰაგიოგრაფია რა ვერ უნდა მოხდე ბოლო მე ვთხარ მაგრამ არა დედა ჩემი მაინც შეშინებული იყო იმიტომ რომ ფობია ქონდა რომ სისტემა დამჩაგრავდა თუ რა იყო არ ვიცი რა ხო და ეხა ავდივარ ეხა უნდა ავედი ზემოთ ესე იგი ჯერ იყო და 8-8-მდე და რაღაცა იქ დავით გურამიშვილი მოვყევი ვიღაცა ბიჭები იყვნენ ესეთები რომელსაც ეთყობოდათ რომ აი გარანტირებულად მოხდებოდნენ და არაფერს არ წერდნენ და აი უბრალოდ რაღაცებს ჭღაბნიდნენ და ვიღაცები იყვნენ აი ძალიან ბეჭდი გოგოები რომლებიც ტირილით გამოუშვიათ რა და ის ტიპები ხო იცი ესე რო გადახედავ ლექტორები ერთმანეთს ხო აბაშვილო რაღაცა და რო დაიწყებს რომ იყო მე აი ეს ამას ვლაპარაკობთ ხო შეიძლება რომ მოემზადოთ და ტიპი მიდის მოკლედ მე უნდა გადასულიყავი 10-იანზე ხო 10-იანზე უკვე ესე მძიმე ზონის ლექტორები იყვნენ 10-იანზე რო გადავედი რაზე გქონდა იცი ლაპარაკი გახდებოდა თუ არა იმ წელს მანჩესტერი ჩემპიონი ან ამაზე ვილაპარაკეთ და 10-იანიო და გამომიშვა და მოკლედ წერა იყო ყველაზე უფრო რთული წერაში მაგრამ წერაში მე იქ ლექტორების თუ შენაცნობობით იყავი ესე მოდიოდა რა და თქვა დახედავ და რაღაცა მძიმე არ გიწერიან წერო ძიმე დაუსვი გეტყო და გავიდო და შენ დაუსვა მოკლედ გამოდივარ და ნუ ყველაფერში კაი ნიშნები მაქვს რაღაცა და 39 მანჩესტერმა რა ქნა არ მახსოვს მე მგონი მოიგეს მე მგონი 99-ში ხო მოიგეს ერთით ნოს რო ბაიერნი იგებდა და 2-1 რო ბოლო წამებზე და ხო და მოკლედ ნუ გამოდიოდა ხა დედაჩემთან ნათქვამი მაქვს რომ მეთქი გეხვეწები რომ გამოვალ აი ეს პანიკები რაც აქ ხდება არ მანახო რა მოთხარი და ვაიმე და ჩააბარე არ ჩააბარე ან ვიძაბები მეთქი რა და რომ გამოვალ მეთქი რა ესე ყურს თუ ესე გავაკეთებ მეთქი რა ესე იგი ჩავაბარე მეთქი რა თუ არა და მეთქი რომ გავალთ იქიდან მე თუ გინა იზემი თუ გინა არის გამოვედი იქიდან დამავიწყდა ეს ყური რა იმ ხელე ისინი გადავიტან ის რაღაცები ჩულკი მოიხსენი გადავაგდე საერთოდ ისე დავიბენი მეთქი რა თქმა ეს ფილოლოგაც ეგ როგორ დაგავიწყდა ნახევარი ნაწარმოებები მაგაზია რომ ეგ რო დავიწყდა თავი მოიკლა ტრისტანი და იზოლდა და რა აი საბედის შეცდომა დაუშვა გამოვედი ბიჭო და დედაჩემი და მამაჩემი და მამიდაჩემი დგანან და ეს არ გავაკეთე რა გაბადრული კი გამონდა ეს არ გამიკეთე და დედაჩემა ყურის ბიჭო რა წარმოიდგინე თელხმას ხალხი როგორ უყურებს იცი რა ხალხი რა დღეში ეს იგი შვილის ფსიქიკა შეერყა ადამიანს უკვე რა ყური რა ხდება რა უცებ ვერ ხვდე მეთქი რა ყური ვეუნ მიხო ყური არ ჩაუბარები ამას არ ჩაუბარებ მეთქი გაი დამშტი ჩაუბარ ამოვედი და ნუ აი მოკლედ ძალიან ისეთი მერე თვითონ აი როცა ჩააბარე იქ მოიცა ჯერ ეგ ასპექტი გავიაროთ ეს საინტერესო არის ჩაწყობის რა მექანიზმი მუშაობდა მაშინ აუ ეგ ვიცი სქემა მე გეტყვი იქ რა იყო ანუ ესე ჩაწყობას ვერ დაარქმევდი კარგად გქონდათ მეცნიერ ხალხს კარგად გქონდა დალაგებული ეგ საკი უბრალოდ ისინი პირველ წელს ერთი წლით ადრე აბიტურიენტების ნაწილი მათთან სახლში ემზადებოდა ისინი შესაძლოა ისე ასწავლიდნენ რომ მოგიგებდა ის რა უკეთ უპასუხებდა ყველა ვარიანტი ამიტომ არაფერი ჩაწყობა არ გამოდიოდა თუმცა თუ ცოტას შორიდან შეხედავ რომ ეს იმასთან ემზადება ამაში ფული მონაწილეობს და შემდეგ დაწყობის რაღაც ფორმას დაარქმევდი რა მაგაში ვერ გაგეხმები ყველა кейსი ეგრე არ იყო და გეტყვი რატომ ნახე შეიძლება გევლო იმასთან მაგრამ იმიტომ კი არა რომ აი უბრალოდ პროფესორის მომზადებული სხვა ძმაო ეხა ისე მოგამზადა. არა, შენ იქ დადიოდი და რაც თავარია თვეში იხდიდი იმ გადასახადს, რაც კერძო მასწავლებელთან უნდა გეხადა რა, პირობით. და იმასთან სიარული ნიშნავდა იმას, რომ ის ფრთისქვეშ აგიყვანდა და მოგხედავდა. რა თქმა უნდა, ეხა მოგთხოვდა ისწავლე, მე შენ გამომეიქ რაღაცა და ასე შემდეგ, მაგრამ სულ რაღაცა ან დაბნეულიყავი, ან ცოდნა არ ქონოდა საკმარისი, მაინც მოკლედ მოხდებოდი ამ მაგის პლუს მაგას ეგ მე უკვე ახლა ეგ იმუნიტეტი იყო ინდულგენცია იმ ქალთან სიარული იყო იმუნიტეტი უბრალოდ პლუს მაგას ეგ ხა სახელმწიფოებმაც ხო დაინახა რომ ეს სისტემა ესე მუშაობს თვითონ უნივერსიტეტმა გააკეთა მოსამზადებელი ჯგუფი ანუ უნივერსიტეტი მაგაში მოსამზადებელი ვის აი რო რეპეტიტორთან კი არია რომ უნივერსიტეტში არის ხო ერთი წლით ადრე ჩემთან დაიწყეს სიარული და მე გამოცდებსაც აღარ ჩაგაბარებნა ამის გამოსაშვები გამოცდით მეგიღე იგე ანუ რაღაც ნაწილი იმ წელს სტუდენტი ეგრე გახდა იქ. ანუ იმ მოშიმშილებმა მოკლედ, მაგრამ უარღვიეს ისა. ყველაფერი მაქედან დაწყებულა რა. მე დომინოს პრინციპით ამის გარდა მე მაშინ ძალიან ის იყო რთული რომ დარჩენილიყავი უმაღლესი ეს გარეშე სადმე ვერ მოხვედრილიყავი თუ სად ვერ მოხვდებოდი. კიდე გაჩნდა უამრავი კერძო უმაღლესი სასწავლებელი.
ყოფილი ტექნიკური სასწავლებლები ისინი რაღაც სარდაფები პროფკავშირების სასახლეები ისინი გადაკეთდნენ კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სადაც მაშინდელი კონტინგენტი ეხლა რომ კერძო სასწავლებლები უფრო კაია ვიდრე სახელმწიფო, ეგრე არ იყო. მაშინ იყო სახელმწიფოში ვინც ვერ მოხვდებოდა. იქ დიპლომის გამო მიდიოდნენ იქ. მე მაგალითად ატესტატის გამო ვიარე ეგეთ ადგილას. გეტყვი რანაირი ხალხი იყო. ერთხელ უნივერსიტეტში მესამე კურსზე ვარ თუ მეორეზე, უკვე სამეგობრო ვართ რაღაც ბევრ ხალხს ვიცნობ რა უკვე და ეზოში თუ დგავართ ერთი ამბობს რომ უნივერსიტეტი დაიწყებაო სპორტულიო და ჭადრაკში გავდივარო მეო. ზაქრო გეცოდი ვინც კირველი ჰუმორისტი. ზაქრო იყო პირველ დაფაზე ან მეორე დაფაზე და მეორეც ჩემი მეგობარი იყო და მესამეც მან. ის მესამე ყველაზე მაგარი იყო გოგონა მსოფლიო ჩემპიონი იყო 14 წლამდე ნათია აფხაიძე მე გერმანიაში ემიგრის. მოგეთ ეს სამი დაფა ანუ უნივერსიტეტი ძლიერი გუნდი ყავს. ხო და ხვდებიან ერთ-ერთ კერძო იმას უნივერსიტეტს და არის წილის ყრა რომელი დაფაზე ვინ იქნება ანუ თეთრებით და ვინ შავებით. და ამოვიდა რაღაცა უნივერსიტეტი ქუთაისის კერძო. პირველ ტურში მათ ხვდებიან და აღმოჩნდა რომ ზაქროს მეტოქე არის მეორე დაფაზე იქიდან შავებით. და იმ ტიპის რეაქცია მესმის. ახლა წელიწადს მე გასართობად ვარ მისული ესენი ცოტა სნელი მომენტ. იმის რეაქცია რომ გაიგო შავებით არის ჩაილაპარაკა რომ შვილები ყო შავებით არასდროს არ მითამაში. ესეთი კაცღალა მეორე დაფა მოახერა. და მესამე დაფა წავდა და ამაზე უარესი წავდა რაღაცა. იმას საერთოდ არ უთამაში. პირველ თამაში. არა, რატო იცი რომ 10 წელია ჭადრაკს თამაში, მე შავებით შენ არ მითამაშია, შავები რა არის, არ ვიცი. ესეთ მეც დავდიოდი ჭადრაკს, ეხლა შავები გასაგები, მეთქი ეხლა რო ყვებოდი იტყოდი რომ შავებით უპირატესობა ხო არ გაგან, ყაიმი შენთვის შავებით თუ ხარ, კაი ამბავია რა, ეხლა თეთრებით თუ ხარ, უნდა მოიგო ყაიმი, არ არის თლად კაი ვარიანტი და მეთქი აი მაგას განიცდი და ტიპი თურმე შავებით არა აქვს. ნათამაშები ხო. მე საერთოდ აი დროს ეხლა როგორ რაღაცებს ვიხსენებთ რა. კიდევ კარგი რომ ანუ წარსულში ყვებით ამას და ალბათ იმედი მაქვს რომ აი ვინც გვიყურებენ განსაკუთრებით სტუდენტები კიდევ უფრო დააფასებენ რომ აი ეგეთი რაღაცები არ ხდება რომ მართლა ანუ რამდენიც არ უნდა ვიხუროთ მართლა ძალიან რთული იყო და ბევრ სტრესთანაც იყო კავშირში მაგრამ კიდე ერთი თემა რა ანუ მარტო იქ არ ხდებოდა ჭადრაკშიც შემოთქვა როგორ ავიღე პირველი თანრიგი რა ანუ მეორე თანრიგი მიღებული მაგ და მამაჩემმა მითხრა რომ თუ პირველ თანრიგს აიღებ იმას კი სონის ად იყო მაგრამ დენდის გიყიდიო რა ეს რა პერიოდია იცი რომ აი თელ უბანში ერთი ფულიანი მამის შვილი იყო, რომელსაც გადმოყვანილი წავდა მეცხრე სამომწყობო და რა დენი, როცა ჩვენ არ გქონდა და დენდიც გქონდა, ხვდები? და ანუ აი ეგ იყო და ეხლა მე დენდი რო ჩემთვის ეყიდა ეს მოკლედ, რაღაცა 5.5 ქულას თუ აიღებდი, პირველი თანრიგი გქონდა რა, 5 თუ არა და ნუ ისე არა რომ 5 ქულა მაგაიგე და ეხლა ტროლეიბუსით მივდივარ სახში. ჭადრაკის სასახლიდან. რომ მივდივარ იქ დედაშვილი არიან რა და დედა უცებ ხდებოდა მეუნება რომ გამარჯობა შვილო, მეთხრე გამარჯობა თუ თქვენ დღეს იღებდით ხო ტურნირში მოკინმეთ. იცით ეს დიტოა, დიტოც ძალიან ისეთია უკვე დიტოსაც 5 ქულა აქვს მეუნება. თქვენს როგორც რამდენი 5 ქულა. ანუ ნავრივეს გამოდის ნახევარი გჭირდებათ რომ თანრიგი აიღოთ. რა იხوار გავაკეთოთ ისე? თან მე თეთრებით ვიყავი და ანუ რეალურად. გავაკეთოთ ისე რომ ყაიმი, ოღონდ ჩემშობელს ეუნება თუ შენ? მე მეუნება ტროლეიბუსში მიდის ეს საუბარი რა, ეხლა მე ვარ ერთი 15 წლის ალბათ რა და ეს ქალი ეხლა მილაგებს გამიგე ყველაფერს, კემას ყაზავს რომ ოღონდო მან თემა რა იყო რომ არ უნდა მიხვედრივიყვნენ რა. ამიტომ ეხლა შენ 5 სვლა გააკეთე და მოდი შევთანხმდეთ ყაიმზე არა. და ამიტომ მთელი ის გზა ვილაპარაკეთ იმაზე რომ მე რა დებიუტით ვითამაშო, იმა რა დებიუტით ვითამაშოს რომ მიტელშპილს რო ეძახიან, ანუ შუა თამაში არ დავიწვათ რომ ის არის და ნუ აი ეგრე რა, პირველი ჩემი დენდი მოვიპოვე მაკინაციით. ხო, არა, მაშინ ექსკილები უნდა გქონოდა, ხა სხვანაირად არ კეთდებოდა. რავი, კიდე რამდენი შემთხვევები ყოფილა ეხა მახსოვს მაშინ იქ როგორ მე უბრალოდ ერთი კიდე რაც უნივერსიტეტში ანუ ეს ფეხბურთელი ხო არის და ჭადრაკშიც თანრიგი პირველ თანრიგოსანი არისო ადვილი მაშინ არისო ხო მე დავდიოდი ეგეთი იყო ჩიაღდანი ეგეთი სპორტ საზოგადოება ხო ჭადრაკის ძალიან კაი ორი მასწავლებელი იყო და ხო ძალიან კაი პედაგოგები იყვნენ და ერთი წელიწად ნახევარი თუ რაღაც რო ვიარა მე მაგრამ ვისაც ჰქონდა ასევე პირველი თანრიგი და ჩემზე ძლიერი იყო იმიტომ რომ ჩემზე ადრე ქონა აღებული და ის იმაზე უკეთესად თამაშობდა და
თან აი როგორ არის იცი რომ ჩემზე 2 წელი პატარა იყო მაგრამ უფრო მალე ქონა თანრიგი და ეხაო ბრინჯივით არიგებენო პირველ თანრიგებს მაგრამ ჩვენთან მაშინ მართლა პირველი თანრიგი იყო მეუნება ტიპი 2 წლის წინ ელამბავზე რა ეგეთი ოღონ სხვა შედარება მაქვს გაგონიდი რა ბრინჯივით არიგებენ არა და ვიღაც რუსი ძველი დიდოსტატები განიხილავდნენ თანამედროვე რეიტინგებზე კალსენს ქონდა 2900-მდე 2800-იანი იყო 10 კაცზე ნაკლები და 2700-იანი ბევრი და 2600-იანიო ერთი ამბობდა ეხაო ყველა სადარბაზოში ცხოვრობს ეს ქუთაისში რო შავ სამყაროზე ამოდრენ ყველა იმაში ერთი მანდაც ხო ეგ იყო რა ჩვენ დროს ხო აიღო ეხა რა არის ეს და ყველგან ერთი და იგივე ისტორია old school-ი vs new school-ი მოსამართლეები აპროტესტებდნენ გამოცდებს ნუგვაბარებინებ მოსამართლეები აპროტესტებდნენ რომ ამ ხელა ხალხი გამოცდას რატო უნდა ვაბარებდეთო? და რა მე მასწავლებლების პრობლემაც ხო გახსოვს გადამზადების და მე ვერაფერი ვერ მოუხერხეს. ესეთი რაღაც მოიფიქრეს ხელფასებს გაუზდით იმათ ვინც ჩააბარებს. ანუ გაგდებით ვერ გააგდებდნენ ვერავის. მაგრამ ხელფას არ გაუზდიდნენ თუ გამოცდას არ ჩააბარებს. ის ყველაფერი გიბიძგებდა ძალიან კრეატიული ყოფილიყავი. ერთხელ რა ერთ მასწავლებელს უნდა დაეწერა ჩემთვის ძალიან კაცრი კაცი ყოფილა რა. აღარ მახსოვს ფილოლოგიურზე, ნუ აი ძალიან კაცრი რო აი შანსი არ იყო დაეწერა ის აი სამურაისავით, რაღაცა იმ კოდექსებით იყო რა მოძრავ და ერთი ეგ იყო მგონი. ხო და ნუ მახსოვს რომ მაშინ რო ვრეკავდი და ტელეფონზე რა დამერეკა რაღაცა დამაგვიანდა თუ რაღაც დამემართა მოკლედ რა აღარ მახსოვს ზუსტად და უნდა დამერეკა და ამ კაცის ბოდიში მეთქვა და ამეხსნა რომ ამიტომ და მამაჩემი რას მეუნება რა იცი რა არისო ესე უთხარიო რომ აი ესეთი კონფუსი დაგვემართაო რა და რატომ მეთქი მაგას რო გაიგებსო სხვანაირი მით მოგიდგებაო და მეც დაურეკე და ბატონო რეზო აი ესეთი კონფუსი დაგვემართა რაღაც არა რასაც იმონ ახალგაზრდა ბრძანდებით თუ რაღაცა და აი მაგან გაჭრა ერთმა სიტყვამ რა რომ რაღაცა რომ ყველა მე მგონი რომ ყველა დროში და ყველა ეპოქაში არსებობს რაღაცა 10 ან 20 keyword-ი რომელიც უნდა იცოდე იმისათვის რომ დატოვო შთაბეჭდილება ისეთი ადამიანის რომელიც არის პროგრესული ხდები ანუ აი რაღაცეებია აი ეხა რაზე გადავიდეთ იცი რაზე მაშინდელ სისტემაში იყო ესეთი თავისებურება შემორჩენილი ალბათ რომ რაღაცა საგნები რაც შენი პროფილური არ იყო ერთი სემესტრი მაინც უნდა გესწავლო და ჩათვლად ჩაგება მაგალითად მე ვსწავლობდი ფილოსოფიას რომელიც ბუღალტერიას აი არანაირად რაც საგადასახადოს არც აუდიტს არჩით და ეს არ ვიცი ტარდებოდა არ ტარდებოდა მე არ დავდიოდი თუ რაღაცა აღმოჩნდა რომ მოვიდა ჩათვლა ლექტორს რო შევედი პირველად დავინახე სახეზე იმანაც პირველად დამინახა მაგრამ ნუ რაღაცა იმედი მაქვს რომ იმანაც იცის რომ ეხა საგადასახადოზე ვსწავლობ და არ გამაუბედურებს ავიღე ხა ბილეთი რომ მეთქი რაღაცა ისეთი ზოგადად მაინც ვილაპარაკე და შემხვდა სომხური ფილოსოფიური ისა აზრი ისტორიულად რაღაც ესეთი საგნები არ ვიცი ქართულის ძალიან ბუნდოვანი წარმოუდგენა მქონდა და სომხური არავი და რაღაცა სომხური ძალიან პოპულარული გვარები რაც იყო მან სომხეთს ხო ბევრი გვარი არა აქვთ ახან არ ვიცი რატო ეტყობა ხეობები აქვთ ნაკლები თუ რაღაცა და პოპულარული გვარები ვთქვი რომ მეთქი ეს ვიღაცას გავარტყამ სარქისიან ნიკაგორიან ხო რა აღმოჩნდა ეგეთი გვარები არ ქონდათ სომხებს ვერ დასვი იანზე არ უმთავრდებოდა ადრე ხო აი მეც ეგ ხაია დამემართა და როგორ თავრდებოდა აი ხორენაცი ციზე ძილად რა ხო და იმ მაგრა იცინა იმ კაცს თან მაცალა რა აფა მიდია მაგრამ ასევე იყო ქართულში მე და ნუ ეხა ქართულში მართლა რა უნდა შეკვდეს რა სომხური სასუებ ხო არ შეკვდება ქართულის გამოსთა ჩემი ჯულფელის მაგივრად გავედი არც ის არ დადიოდა და არც მასწავლებელი ატარებდა და რაღაც ეხა ვინ გავიდოდა ჩავთვლით სიგნალი იმის შევიტანე და შემხვდა რაღაც საკითხი რომელიც ეხა უნდა ვილაპარაკო დავჯექი და მეკითხება რომ ქართულშიო რამდენი ბრუნო არისო 7 თქო მეუთხარი რომის სკოლაში სწავლობდი უკვე ეს მოდი შევ მეწლიანი ხარ რო გეკითხებიან სპორტში როგორც მოწლიანი ხა
გესმის ნანა რეები იცის ბიჭმა წარმოიდგინე ჩემ წინ ვინც იჯდა რეები ქონდა იმათ მაგისგან მოსმენი შენგან რათა ტიპის თამასა იყო ეს ხო ბიჭო მე ისტორიაშიც ქონდა გამოცდა ისტორიაც ძალიან ეს არის არა ერთი შეიძლება ასწავლო ეკონომიკის ისტორია და უშუალოდ ქართული გადასახადების ისტორია მაგრამ მე რო შევედი შემოხდა ბახტრიონის აჯანყება. ბახტრიონის აჯანყებაზე ისტორია მანდ სკოლაში არის სწავლებოდა ჩვენთან საქართველოს ისტორია და მეც დიდი სარქონა ცოდნა და ზოგადად ბაშიაჩუკიდან მახსოვდა. და ბაშიაჩუკიდან მოვყევი. ფილმიდან. ხო და კაიო, ეხლა შეკითხვას დაგისვა. ის მეუნევა რა მასწავლებელი. ლექტორი. რა უარყოფითი ის მოხვალ მოვლენაო ბახტრიონის აჯანყებაზე შედეგებს. ხო და უცებ ისაუქენი მოვერგესად ვიყავი და თევან დედოფალი დასაჯესმები. არაურას ამბობ, მაგ დროს მაგის იძულებიც აღარ იყო. სადღაი. და წადი 4-იანს დაგიწერა. მე 4 ცირცხვილია. ისეთი რამე გიპასუხეთ 3-იანი დამიწერეთ. რაო, არა 4-იანიო? დამიწერა 3-იანი და მერე გავიდა ამ ამბიდან სადღაც 20 წელი და ჩემი სკოლის იუბილეი იყო ქუთაისში 185 წლის გახდა. ის კაცი აღმოჩნდა რომ მე ჩემ სკოლაში დასწავლდა თურმე და თამადა იყო იმ სუფრას და მიცნო და მოვიდა შენ ის არა ხარო? 3-იანი რო დამაწერინე. 4-იანის მაგრამ 3-იანი რო დამაწერინე, ეგეთ შემთხვევა მაგის შემდეგ აღარ მქონდა. მაგის შემდეგ ხო და ანუ ესეთი არაპროფილური საგნები შემორჩენილი იყო ალბათ იმიტომ რომ ერთ სემესტრში რა უნდა ისწავლო რა სომხური ფილოსოფიური ისა თან არ ტარდებოდა და აუ კიდე ერთ მაგარი მოხდა სწავლობდით ალბათობის თეორიას რომელიც გჭირდება ესენი მაინც შეზღუდული რაღაცებია და კონკრეტული ბუღალტერიაც საგადასახადო საქმეს და აუდიტით ამათ უფრო არ ჭირდება თუ ფინანსებს და იმათ უფრო ჭირდება მაგრამ ნუ კაი ჩვენ სწავლობთ ალბათობის თეორიას და ესეც არ ტარდებოდა არ მოდიოდა რა ის კაცი და დაიბარა მე რომ გამოცდაზეც არ მოვალო თქვენ მოდითო სადღაც სხვა შენობაში დაგვიბარა რა ქალაქის სხვა უბანში მე იქ ვარ ხოლმე და ხო სამაგერო თუ ვინც მოხვალთო მობიერად ჩავატარებ მობიერად ჩაატარებდა ლექციაზე არ მოსულათ იქით უნდა დაადგე და ალბათობის თეორია რაღაცა ის ხო არ არის თუ არ აქიხსნეს რაღაცა ისე ილია ჭავჭავაძის შემოქმედება შენც კონდეს საკითხული ალბათობის თეორია ზადმა ისწავლო და მივედით და დავსხედით ყველა შემოდითო დავსხედით აი პირველი ვიღაცა გავიდა აიღო ისა მოყვა ეკითხება რა ნიშანი გინდა 3 აიმანოთ და უწერა 3 გავიდა არ მოაყოლა უბრალოდ ხო რა ნიშანი 3 გავიდა მეორე ეუნე ისა ეკითხა რა ნიშანი გინდაო შენ 4 იმან და უწერა 4 შემდეგ გავიდა ნიშანი 5 აბლატეთ ხოდა ანუ პირველი ეს რო ეთქვა 5 არაფერი არ შეიცვალა 5-ას დაუწე ვერ დაუშვა პირველმა რომ ხო დავეთ ამასობაში მოდი ვისარგებლოთ პატარა პაუზით და უთხრათ ჩვენ ძვირფას მაყურებლებს და მეგობრებს რომ დაალაიქეთ, subscribe-ი გააკეთეთ, გამოიწერეთ მოკლედ არხი და ახალ-ახალი ეპიზოდები არა მარტო ამ პოდკასტის, აგერ ქორო აქ არის და მისი game show-ც იქნება და კიდევ ბევრ სხვა და სხვადასხვანაირი კონტენტი, ასე რომ რა გამოგვიწერეთ. მოკლედ არაპროფილურ დისციპლინებში იყო ეგეთი დასაცილო ამბები. პროფილურები ისწავლებოდა ეხლა სწავლა თუ გინდოდა, ლექციები სტარდებოდა და ხო გითხარი არა ყველა ბანკის უფროსი მე ჩემი კურსელი იყო და ახლაც სავარაუდოდ და საგადასახადო ხოლმე კლასის შეკრება რომ ბანკირებთან ერთად შეიკრიბო ხოლმე ან მიგესულება საერთოდ მაგ ხალხთან რამე რო იყოს ბიჭო ბანკში რამე სესხი აღარ მინდა მე თვითონ სხვა რა საგადასახადო ონლაინ გადავიდა ყველაფერი უკვე სახლიდან წარმოებ კლასის შეკრებები გაქვს კლასის რა იყო და ანუ აი კურსის თუნდაც კურსის ან რაღაცა თუ გაქვს ისევ კონტაქტი ერთმანეთთან კურსის ნაწილის შეკრებები შეიძლება დაერქვას იმიტომ მთელი კურსი ვერ იკრიბება ჩვენთანაც გენდერული დისბალანსი იყო ოღონდ ბიჭების მხარეს
იყო ეს ეკონომიკა და აი იცი რა არის გადასახადო უფრო კაცების საქმე თითულებოდა მაშინ თუმცა ზითი ერთობოდი აი რისი თქმა მინდა იცი რომ აი იმ დროს ეხლა რა პერიოდზე ვსაუბრობთ ხო ეხლა და რახან სხვა რაღაცებზე შევეხეთ აი სტუდენტი ხარ შენ დროს მე ჩემსაც გეტყვი და აი რა იყო შეიკრიბეთ ნახეთ ერთმანეთი მორჩა ლექციები ან გააცდინეთ ლექციები და აი რა შვებოდით ვერაფრით ვერ ვერთობოდით მაგრამ ჩემი თაობის სხვა იმებს რო კითხო სტუდენტებს იტყვიან აი ესენი რა კარგად ერთობოდნენ მაშინ გავლენს თამაშობდით და რაღაცა ის ქონდა ჩვენს ჭიას ვახარებდით უფრო ქვია ვიდრე რამე სერიოზულად რამეს ვაკეთებდით ჩემთან იყო რა იცი აი თვითონ თესეუში რა რომ პირველი корпуსი და მეორე корпуსი ხო იყო ნუ ეხლა მე იქით корпуსები მაგრამ აი ყველაზე ახლოს რაც იყო იქ უცხოენები იქით და რაღაც ხო და ეს მეორე корпуსი ნუ ძალიან პრესტიჟულ იმათ ითვლებოდა იმიტომ რომ აქეთ იყო ძირითადად ფილოლოგიური ნუ აი ეს რაც თქვით უკვე ისეთი საგნები რომელშიც იმ დროისათვის პრესტიჟულად არ ითვლებოდა აქეთ უფრო იურიდიული საერთაშორისო სამართალი და ასე შემდეგ ნუ სამედიცინო იქით ამიტომ როგორი რაღაც იყო იცი რომ აი ეს უპირატესობის განცდა ჰქონდათ რა და რომ გამოვიდოდნენ ხოლმე უნივერსიტეტთან ეს შეყენებული ეს რაღაცა იმ დროს ისევ და ისევ ფირმას რო ეძახდნენ უცხოური მანქანები გაღებული რაღაცა იქ BMW მაშინ BMW-ს რო ეძახდნენ და ბიჭები იქ და ნუ ჩვენ გვიყურებდნენ როგორ იცი რომ სოფლელები ესენი პირველ იმაზე რაღაცა და ნუ აი იქ ვერ მიხვიდოთ და მახსოვს რომ აი რაღაცა მომენტში მაღაზი მქონდა რომ მეთქი რა პუნქტია აი რატო თუ რაღაცა შენთან როგორ იყო ანუ მაშინ იყო შენ ქონია ეს განცდა რომ აი ვიღაცები ან ეხლა მე გეტყვი ქუთაისის უნივერსიტეტში ბევრი იყო ქუთაისი მოგეხსენება რომ არის იმერეთის ცენტრია ბევრნაირი კულტურული ლოჯისტიკური მათ შორის საგანმანათლებლოც, იმიტომ რომ სხვაგან ქუთაისის იმერეთში უმაღლესი სასწავლებელი არ იყო. შეიძლება არც ახლა არ არის ქუთაისის გარდა სხვა 10 თუ 11 მუნიციპალიტეტია. სხვაგან უმაღლესი სასწავლებელი არ არის, ამიტომ მაქედან ჩამოდიოდნენ. არა მარტო მაქედან, ყავდა მე მყავდა ჯგუფში კახეთიდან ერთი სტუდენტი, ერთი სამეგრელოდან და ის ვისაც შეიძლება მაგათ მიმართ გამოეხატა ზემოდან ყურება და რაღაცა ეგ მე უნდა ყოფილიყავი წესთან იყავი ქუთაისელი მაგრამ არ მქონდა მე ხო და არის მაგონებს ეგ შეროადრე მაშინ TV11 რო იყო და სტენდაფები რო იწერებოდა იქ რა მე რო ვიყავი მოსული ჯეოსელის ხალხთან ერთად ლესელიძეზე ხო მგონა ლესელიძეზე კი არა იმაზე დაბიძეს რაღაც იყო მან შენ ქონდა ერთი მონოლოგი რომელიც იყო კლინიკებზე რა და მან გადაავდი იმაზე და დღემდე მახსოვს ეგ როგორ გადადიხარ ანუ ხო იყო მაგალითად რაღაც რესპუბლიკულში ადიხარ ჩვეულებრივად და მე კერძო კლინიკები რა და ეს კვეთა როცა ჩვეულებრივი ლინოლიუმი თუ რაღაც რო ერქვა რომ თავდება და აქეთ უკვე კაფელები რო იწყება სვანაირ კარსაღებს თუ რაღაცა და ჩვენთვის აი ეგ იყო პირველი корпуსი რა რომ მეორე корпуსი რომ გადადიოდი ის უკვე ნუ ხო რა ხო და ვიღაცები იყვნენ რა თქმა უნდა ჩემთანაც მაგრამ მე თვითონ მაშინ სიგრძე განებული მქონდა რომ მე რო დავცინო ეხა ქუთაისელი ვარ მე თვითონ მე არა ვარ პარიზელი და რაღაც კემბრიჯელი აი რა ვის დასცინი შენ თვითონი ნახარ ხო რაღაც პონჩი ეს მაინც იყო ხოლმე მაშინ ეს რომ იყოფოდა რა ჯგუფები რა ხვდები ანუ რაღაცა ესენი ერთად იყოს როგორ იცი აი ფაკულტეტებზე მეტად მე მათყობდი ხოლმე რომ სოციალური სტატუსის მიხედვით რა იმიტომ რომ მე მახსოვს რომ დავდიოდი პედაგოგთან ძალიან დავმეგობრდი კინოლად რატომ მახსოვს იცი რომ ძალიან დავმეგობრდი ერთ ბიჭთან რა ანუ აჩიკო ერქვა თუ რაღაცა და რაღაც სულ ერთად ვიყავით სულ ხუმრობდით და პედაგოგთან რომელთანაც დავდიოდი მე რომ მეოთხეზე ცხოვრობდი რა ყოფილი თუ ქალაქის ტერიტორიაზე ხუთსართულიანი სახლები იყო ის მეხუთე სართულზე იყო ჩემი პედაგოგი ტინეჩ ხაიძე და მოვდიოდით ხოლმე იქ და ძალიან დავახლოვდით და სულ ერთად ვიყავით ჩემთან მოვდიოდა და სახში შემოდიოდა და მე ჭამდით რაღაცებს უყურებდით ამ MTV-ის კლიპები მქონდა სანამ აიეტი იქნებოდა ის პერიოდი MTV-ის კლიპები მქონდა VHS-ის კასეტაზე და როგორც კი აი ეს პირველი სექტემბრი მოვიდა და ეს რაღაცა სტანდარტულად შავი შარვალი მეწოდა ეს პერანგი
აი ერთხელ ნახე დღეს მეთქი რა შევეთქი აი ხა გავალო ბიჭები ნახო გნახაო და იმის მე მგონი აი რა თავს მარიდებდა მაგრამ მაშინ დამამახსოვრდა რომ მეთქი რა მურტალია რომ თითქოს იცი რატო იმიტომ რომ ისინიც რა ნუ ისე უყურებდნენ რაც არის აი მასანკანზე მინდა მოიჭენ მანამდე ქუთაისში არ იყო იმიტომ რომ მაშინ რავი მე არც ერთი ოჯახი არ ვიცი ვისაც რამე ქონდა ყველას ერთნაირად უჭირდა ერთ რიგში ვიდექით პურზე ყველას ვიცნობდი რა. ხო, ეხა ის ვერ იქნებოდა მე გენაცვალე მამაჩემ 10 პური მოიტანათ, ხა ეს ერთი პურით მოძრაობს ხო არ იქნება. არა, 10 პურს ვინ გაგატანდა იქ. ზორე მარტო დაქცინებდნენ, ხო, ვერ იზრდებოდა. ვერ გააღწევდი 10 პურით ისეთი ის იყო. ისასტიკე იმ რიგში. მაშინ შენ მოესწარი, თქვენთან იყო ეგრე რომ აი დილით რომ სიები იყო რა, არ ვიცი, ქოროს ემახსოვრება თუ არანაჩ. როგორი პონტი იყო, იცი რომ უნდა მე ავდგებოდი 7 საათზე წარმოიდგინე რა, იმიტომ რომ ფეხბურთის თამაში მე მიწევდა 9-ზე, მაგრამ მანამდე უნდა მომესრო და მივდიოდი, წარმოიდგინე, რომ ვცდილობდი რომ პირველი მისულიყავი. მოკლედ, პურის მაღაზიასთან რომ მიხვიდოდი, იქ იყო ჩამოკიდებული კალამი, იდო ფურცელი და რომ მიხვიდოდი უნდა დაგეწერა რა, თქვა, ლობეროშვილი. მანამდე შეიძლება უკვე 7 საათზე რომ მისულიყავ, შეიძლება 25 კაცი უკვე დაგხვედროდა წამოწერილი. ხო და ნუ აი მაგის მიხედვით შენ რო ფილოლოგი ხარ და მე რო ეკონომისტი, აბა ეხა შენ თუ გამოიცნობ მიზეზს მაგისას. მიზეზს იმისას რატო იყო კალამი და ფურცელი თუ და რიგი რატო იყო პურზე? პურზე რატო იყო რიგი? და არ იყო საზამთროზე. აუ და დეფიციტი იყო ქვილი ალბათ, რა ვიცი. ან ქარხნების კონდეთ პრობლემა. რანაირად იყო, ხო იყო პური. იყო, მაგრამ ან მოსახლეობა უფრო მეტი იყო, ვით არ ყოფნიდა რა ვიცი. არა, მე გეტყვი, იმიტომ რომ კორუფცია იყო. და ის პური რაც თქვა, წამოსულიყო ხალხის საზამთროზეც ხო იყო. ხო, არა, საზამთრო ისეთი პრობლემული არ იყო, თან სეზონურია. პური მაინც არ ვიცი, მითხარი უფრო შენ. ეხა უყურე მან ჰუმანიტარული ტვინი ვერ წდება. მან სახელმწიფოს იყო ხაფანგში რა. არ ქონდა კარგი არჩევა. ერთი მხრივ პური უნდა გააძვირო, რომ შემოიტანოს ბიზნესმა და გამოაცხოს და ყველას ეყოს. და მეორე მხრივ ხელოვნურად უნდა დაიჭირო დაბალი ფასი. და ხელოვნურად როცა დაბალია და ბიზნეს არ შემოაქვს, უკვე ცოტა მარტო სახელმწიფო უნდა აცხოს. ამ სახელმწიფოს გამოცხობილსაც უკვე იმდენად დაბალი ფასი აქვს. რომ საქონელს აჭმევს ხალხი და ცდილობს ანუ ის არასაბაზრო ის წავიდა პროცესი და ამან გამოიწვია ფილოლოგები მაგას ვერ გაიგებენ ვერასდროს მგონი ამიტომ თქვენთანაც ერთი სემესტრი რო ესწავლებინათ საგადასახადო საქმე შეიძლება ეცოდოთ არა ჩვენი ახსნა ალბათ უფრო ის აი უფრო იქნებოდა თქვენი იქნებოდა რომ ფილოლოგი გიპასუხებს ადამიანის ბოროტება და პატივმოყვარეობა იცი რა არის პური თვითონ სიმბოლოც არის ხორცის თავისთავად ამიტომ ეს თვითონ პურიც ხო ეს ხო რაღაცა საოცარი სიმბოლიკა ადამიანის და კაცობრიობის ისტორიაში და რაღაცა ხო ამიტომ მე გარწმუნებული ვარ თებზეც იგივე იქნებოდა ხო რომ ეს ნიშანი რომელიც ზოგადად ეგზისტენციალური პრობლემები მე გადადიხარ და ამ დროს და მარტივად და კონკრეტულად რო არის საკითხი აქ აი მასანკანზეც მინდა 1-2 ეხაც ხო არ ანუ ეხაც უდღეშია მასანკანი იქაც ხო და იცი რა მაინტერესებს აი იმ დროს ეხა ჩვენ კი ამ ყველაფერს იუმორით ყვებით მაგრამ მართლა ეხა რთული იყო რა მენტალურად მოტივაციის კუთხით ხო, იმიტომ რომ მაშინ ხო ეს ლაპარაკები იყო, რომ აგერ წესიერია და იჩაგრება, რომ ისწავლე, გამოგადგა რამეში, რო გეტყოდნენ ხოლმე გესმის და ამიტომ აი ამდენი წინაღობის იმაზე მე შეშინებული მშობლები, რომ იქ ჩააბარო თუ არ გეკნება, ვინ მიგიღებს, რა ცხოვრება, არაფერი არ იქნება, აგერ კელაშვილმა ჩააბარა, რატო არ შეგიძლია ძალიან რთული იყო რა. ხან რითი ცდილობდი ეს გართობაც მაგითო ახსენე, რომ ეს მასანკანეს მე ვფიქრია, რომ ხო არის ეგეთი მოსაზრება, რომ რაც უფრო რთული პერიოდია და რაც უფრო ანარეპრესიული პერიოდია რაღაცნაირად შემოქმედებითი ადამიანისთვის ეს არის უფრო ისეთი პერიოდი, იმიტომ რომ რაღაც ჩარკვიანი და ორკასეტიან მაგნიტოფონზე წერდნენ ძმაო, მაგრამ მუსიკა იყო, რასული ქონა მუსიკას დღეს ეგ აღარ არის და რამე. ეგ ამბავი თქვათ იუმორის კუთხით იუმორი ყოველთვის მოისაზრება, რომ რაღაც დამცავი მექანიზმიც არის რა. აი თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეგ მასანკანი მარტო იმ პონჩი კი არა რომ რაღაცა თქვათ ქსიამონებდეთ, არამედ რამდენად გიცავდათ კიდე იმ მურტალი გარემოსგან, რომელშიც
ცხოვრობდით და მან თუ იყო ის მურტალი გარემოსგან კავეენი არც გიცავდა, არც გეხმარებოდა, მაგრამ მე გეტყვი იქ რანაირ ხალხი იყო მოხვედრილი. ზოგი იყო იმის გამო, რომ ეს გეხმარებოდა გამოცდებზე. თუ ლექტორი გაიგებდა, რომ ეს კავეენს თეორია ორიანს მაინც არ დაგიწერდა. თუ ეხლა შეურაცხყოფას არ მიაყენებდი. შარზე არ იყავი შენ. ან მასანკანში მასი არის გადავებდი. მეორე იყო ხალხი, ვისაც თვითონ ეგონა, რომ ნიჭიერი იყო ამ ამბავში და იქიდან ზოგი იყო მართლა ნიჭიერი და ზოგი არ იყო. ეგონა თორიდის არის ფრაზა. ხო, იმიტომ რომ ხო იცი ეს ეგ ნარცისიზმი მე თუ გინდა ვილაპარაკო თელ ქართულ კავენს ახასიათებდა ალბათ იქითაც საქართველოს გარეთაც, მაგრამ მე რო ჩავიხედე შიგნით ძალიან ცეთ სიტუაცია იყო. ამ დროს საერთოდ ზოგად ქართული კავენის დონე მაღალი არ იყო და ძალიან გასაკვირი იყო ნარცისიზმის მაღალი დონე ესეთ სიტუაციაში. და მესამე იყო შემთხვევით აღმოჩენილები, იმიტომ რომ სტუდენტობის დროს როცა არაფერი ესეთ დეპრესიული გარემოა შუქი არ არის, სახშივეც ხვალ რა აკეთო, ქუჩაში დადგე რა აკეთო, ესეთი შემთხვევით მოხვედრილი ხალხიც იყო ამ კავეენში. ამას კიდე დავამატოთ, ჩვენთან ეგეთი არ იყო, მაგრამ რუსულ კავეენში ძირითადად ეგეთი ხალხი იყო, რომ იქ სცენაზე ვინც ჩანდნენ, ისინი იყვნენ მსახიობები. იყო კიდე ავტორები, ვინც ამათ უწერდნენ. ქართულ კავეენში ძირითადად იყვნენ ავტორ-შემსრულებლები. თვითონ ვინც წერდა ამ ხუმრობებს და მე თვითონვე წარმოადგენდა. ესეთი ხალხი იყო თავმოყრილი, მე მოვხვდი ესე კავეენში. მოვიდა ოთო ლომთაძე, ეგეც ხო იცი. ეგ იყო ჩემი ჯგუფელი სკოლაში, მე კურსელიც იყო, ოღონდ ეგ ფინანსებზე სწავლობდა და მე სწავლობდი როგორც გითხარი საგადასახადო საქმე, ბუღალტერია და აუდიტი. პირველი კურსი ბოლოა და მოვიდა ეგ და ფინანსების ხალხი, იმიტომ იქ 120 კაცი სწავლობდა, ჩვენთან 25. და ეხლა კავენის ჩემპიონატი ტარდება საუნივერსიტეტო და ჩვენ ფაკულტეტზე ვაკეთებთ კურსო და შენცო წამოდი. 95 წელი, აი ძალიან ისეთი სცენაზე გამოჩენა მაინდა-მაინც ამხელა კაცი. ამხელა კაცი არა ვარ, მაგრამ ხო, მაგრამ მაინც ცეკვამი არ ვიცი, სიმღერამი არ ვიცი, რაღაცა დიდი დეკლამაციის უნარი და რაღაცებს არ მაქვს და ინტერესი არ მაქვს. კავენი ერთხელ მაქვს ნანახი და არ მომეწონა რა, გული ამერია. რაღაც ერთ რაღაცაზე კი გამეცინა, მაგრამ საერთოდ ჯამში არ მომეწონა. შემაშინეს მეც იმით, რომ გამოცდები ახლოვდებოდა. აგეშენებოდა და მეთქი, კაი, მივალ აბა ერთი რა ხდება. შეკრებილი იყო ეს 130 კაცი. და ვიღაცა მოწვეული რეჟისორი ყავდათ იქიდან. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან იმის ერთ-ერთი წევრი იყო დაქირავებული, რომ ჩვენთვის გაეკეთებინა ხო, თამაშისთვის მოემზადებინეთ ის კონკურსები მოემზადებინეთ. ნუ როგორც ხდება ხოლმე ალბათ, ამან გადმოგვხედა ამ ხალხს და თქვა, რომ აბა ვისაც ვინც ცეკვა იცით, მოდი აქეთ გადმოგწამდეთ. გადავიდა ამდენიმე კაცი. ვინც სიმღერა იცით, აი აქეთ გადავიდა. ვისაც ლექსის თქმა შეგიძლიათ, აქეთ. ორი ნაბიჯი წინ. ხო, და გადანაწილდა ეს ხალხი, მარტო მე დავრჩი რა. ხო და შენო რა შეგიძლია და მეთქი რაც ჩამოთვალეთ ეგენი ასეთი მეთქი. კაიო, მაშინ შენ იქნები კაპიტანი. რა ფუნქცია აქვს მეთქი კაპიტანს და აი ეს რაღაცა კითხვას დაუსვამს რომ იმის კაპიტანია, ამან უნდა უპასუხოსო და მე ეს დაუსვამს და იმან უნდა უპასუხო. კაი მეთქი ყველაზე ადვილი ეგ არის რა. ტინგიცი არ გიცე რა ესე თქვა. ხო და ესე გავხდი კაპიტანი. და კარგი ის ხო პირველ თამაში კაპიტნის კონკურსი საერთოდ არ იყო. ანუ პირველი თამაში ისე მოვიგეთ, რომ მე რაც გამოვჩენილა. მეორეში იყო და მოვიგე კაპიტნების კონკურსი. მაგრამ თამაში წავაგეთ. მაგრამ მე გავხდი საუკეთესო კაპიტანი იმ ერთი იმით ამ ტურნირის და რაღაცა ის შემეძინა რაღაცა საწყისი ავტორიტეტი თუ რა ქვია მაგას. ესე დავიწყეთ ჩვენ. მე ნარცისიზმიზე წეგან გელაპარაკე და
ჩვენთან რატო არ იქნებოდა და დღეს რო ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ საქართველოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ. ეს საქართველოს ჩემპიონატიც როგორი რაღაცა იყო. იანვარში იკრიბებოდნენ, ვისაც უნდოდა ყველა და მერე ფედერაცია ირჩევდა, რომ თქვენ უმაღლეს ლიგაში იქნებით, თქვენ არცად არ იქნებით, თქვენ ქალაქში ითამაშეთ და ასე. ხო და მოკლედ იქ უნივერსიტეტში გამოიძერწა რაღაც გუნდი რა. რომელიც ქუთაისური იმით არ ითვლებოდა ანგარის გასაწევძალად, იმიტომ რომ თავარი ის იყო, შარახვეტია იყო იქ კანონმდებელი, ასე ვთქვათ, ქუთაისური საკავეენო იუმორის. მაგრამ ჩვენ ეს გადავტეხეთ რაღაც პერიოდი და მე არ ვიცი, ხომ მე რო აქეთ წამოვედი. ისე სხვათა შორის აი მასანკაზე ადრე ალეკო მალხაზიშვილმა მომიყვა ეგეთი ისტორია, რომ იქ ვიყავითო ჩასულიო რა და ცოტა ისეთი ის დავდგითო რა, ცოტა ექსპერიმენტალური იუმორი თუ რაღაც. არა ყოველ შემთხვევაში არასტერეოტიპულად ქართულს როგორც აღიქვამენ ეგეთი იუმორით რა და რაღაც ისეთი გავაკეთეთ, თუ შენ მითხარ, მეგონი ალეკო მომიყვა კი. და მოკლედ რომ წინასწარ ხო უნდა ანახო ამას ლეკოს, რომ ამას ვაპირებთ ახლა და რაღაცა და როცა იქნება ამას ხავცადოთო რა და ამათ იქნება ეს რატო რა იცით რა არის ჩვენ ცოტა უფრო мы любим у нас лучше вот у нас любят туповатых грузин ეუნება ცოტა შტერი უნდათ რომ იყოს მაღლა მთაში აი რაღაცა ქართველი იმის იქით აღარ აინტერესებს ხო ეგ დაუტოვეთ პეტერბურგს იმათი მოდი მასეც ამხრივად მაინც შევხედა ტუპოვატიხ грузин კი არ უყვართ მათო ტუპოვატიხ რასიანი ყველა ხო ეგეც არის ბიზნეს კუთხით ხო მას გაიგებს იმანიცის იმინო გალანსკი უყავს ის იქით ნატაშა ლენი ხო თუმცა მალხაშვილი მაგას ყვებოდა და მეც ეგეთ შეგრძნება მქონდა რომ ჩვენ რო ჩავდიოდით გვეგონა რომ განსხვავებულები ვიყავით მაგრამ ეხლა რო ვაკვირდები ქართული საქართველოსთან ვინც ჩასულა ყველა ერთი ისა ვართ რა იმათ თვალში არაფრით არ განსხვავდება უკვე ჩემ თვალში მოკლედ კავენი მაშინდელი იყო ეგეთ თუმცა მაშინდელი კავენი იყო ტიპები თამაშობდნენ რა ყველა გუნდს იქ რო ჩადიოდი ყავდათ ტიპი იყო რა ეთყობოდა განათლებულიც იყო იუმორიც ჰქონდა შეხედავიც იყო პერსონაჟიც იყო მულტფილმიც იყო და ყველაფერი და აქ ზელენსკი გამოზარდა ბოლო და არა მარტო ეგ რა ქვია მეორე რო იყო რა ქვია მე ნაშარაშაში რომ მონაწილეობდა დაბალი გალუსტიანი კი ეხა მან ბედის ირონია ის არის რომ გალუსტიანს უკრაინის სანქციები ადევს ხო და ზელენსკის აგეიბა ორეშნიკი უნდა ვესროლოთ რუსები და ეგ ცალკე ისტორია მე მაგას ნარცისიზმის თემა ნარცისიზმი სად არის რომ კავენში კი იყო მაგრამ სად არის დიზაინერებში არ არის ფეხბურთელებში არ არის თუ სად არის რეჟისორებში თუ მსახიობებში და იქაც იყო რა თქმა უნდა იყო ჯანელ აი ხა იმ დროს როცა ეგეთი პრობლემები იყო და ეხა ყველაფერი ხო რამდენსაც ვსაუბრობთ ხო ჩანს რა რეებთან რაღაცა გროტესკულად აბსურდამდე რომ მიდის ყველაფერი მაგრამ ეხლა რომ შევხედოთ პრინციპში ან მაგ დროს ეხლა მე მიფიქრია რომ მე თქვი აი რა რაღაცა мотиваციას რამე მაცლებდა რომ ანუ გაგიგზელებ რომ აი ხო ყველა იმას გიჩვენებს აი სად პოულობდი მაგ მეც მიფიქრია მაგაზე რაღაც პერიოდი ისიც ფიქრობდი რომ აი 30 წლის რო გავხდები და კიდე ესეთ სიტუაცია იქნა თავი უნდა მოიგო კაცმა აბა რაღა არის ცხოვრება 30 წლის ხარ ისე შუქი არ გაქვს ისე ხარ ბდელეთში პირდაპირ და გადატანით ნიშნები მაგრამ სტუდენტობა მაინც ოპტიმისტური რაღაცაა თვითონ რა გინდა არ გინდა თუ შენ თვითონ არ ახარ ხა ძალით სტუდენტი და წვდიადის ის არა ხარ თვითონ წარმომადგენელი მაინც იმედი გაქვს მაინც რაღაცა სწავლობ თუ არ სწავლობ სოციალურ კონტაქტებს აღმავებ ვიღაცებს იცნობ ვიღაცას თუ არ სწავლობ იმ პერიოდს იმას მაინც იყენებ რომ იმას რაღაცაში მიეხმარები შენ მოგეხმარება და რაღაც ესეთ სოციალური კონტაქტებისთვის მაინც გამოსადეგია მე ჩემი ცოლი გავიცანი იქ და მხოლოდ მაგიტო
უნდა ვიყო მადლობელი მაგ უნივერსიტეტის, სხვას რო თავი დავანი. ხო, ამიტომ სტუდენტობა ისეთი რაღაცა, აი, იშვიათია, რომ სტუდენტი იყოს თვითმკვლელი და დეპრესიული და რაღაცა. აი, მე რო დაამთავრებს მე კი, მაგრამ აი სტუდენტობა მაინც ჯერ არ ვიცი, ეთყობა თვითონ ორგანიზმის ქიმიის ამბავიც არის მაგასაკში. სხვა ენდორფინების ხანარად გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები. მე მიუხედავად ბევრი იმისა, გამოწვევებისა, მაინც ისე ხარ, აი რო არის ხო, იცი არაჩვეულებრივ გამოფენაში. მე ამისგან გავაკეთებ, რო გადახტება, შენში ეგ ტიპის ზის რა. კი, ან მამა ჩემი გამაკეთებინებს, ან რაღაც, ჯერ ახალგაზრდა ხარ რა, ჯერ ჯანელ, მოდი ვისაუბროთ ახლა რაზე, იცი რა იყო იმ დროს ჩვენი კვების რაციონი. ანუ რას გულისხმობ, რაციონი ხა ცოტა მართლა იმას იხეს. მე როგორც ეკონომისტი მივხვდი და მაგრამ აზრი ეგ არის, ხო? როგორც ეკონომისტი განვაზოგა. რა სჭამდით მამაში? ჭამამდე ჯერ რა ღირდა სწავლა. ხო. დავიწყოთ მაქედან, კაია. ხო? კაი დასაწყისია. მე მოვხვდი ფასიან სექტორზე, ჩემი დაც მოხვდა ფასიან სექტორზე. სწავლა ღირდა $100 წელიწადში. რაც ეხლანდელი იმით იქნება რამდენი? $1000 მაინც არის მინიმუმი. მაშინდელი $100? ბიჭო, ნუ რავი, $100 ღირდა და მაშინ $100. ჯანი, თვითონ ჩულკში იხდება. ჩემს $1000-ია. რას ვიხდიდი? მე არ ვიხდიდი. ჩულკში ვიხდი. მე ჩულკში ვიხდი. რა ჩემი ჩულკი დაჯდა? ის ერთი წლის ფული იყო როგორ? ოღონდ მე ეს ყოველ წელს ცოტა ძვირდებოდა. შენ რა ფასში ჩააბარე, ის გინარჩუნდება. მაგრამ შემდეგ წელს ვინც ამ აბარებდა, იმის უკვე ხდებოდა 120, 150, მე დავაბარე უკვე 200. მე 99-ში მე დავამთავრე, იმ წელს ვინც ჩააბარა, ფასიანზე მოხდა, იმათთვის 200. ეხლა რა ღირდა 94-ში მე რო ჩავაბარე, ლარი შემოიღეს, პირველ კურსზე ვიყავ 95-ში. და სიგარეტი ღირდა 30 თეთრი. ქართული თუ ქართული სიგარეტი სად იყო? რა, კოსმოსი არის პოლიჭო. ქართული რა, არა, აღარ იყო კოსმოსი. როგორ არ იყო? ყვარი და რაღაცა 96-მდე, 95-მდე იყო. არა? მე შეიძლება კონტრაბანდა იყო და უფრო ადრე იყო, მაგრამ მაგ დროს უკვე ქარხნები დაშალეს და უშოს ჯართ. მე დაიწყო ვიქეროი ეგეთი რაღაცეები. ხო და მახსოვს ერთი დეტალი, მახსოვს ეს ჩაინიკა, ხო იცი, ჩაინიკა შემხდა ქუთაისში ქუჩაში. და აგინებდა რაღაც კონკრეტულ ჯიხურს. ხო და რა სერჩი მეთქი და მარტო მე ვყიდულობდიო მანდ წითელ მაგნა სიგარეტი იყო, მწვანე იყო და წითელი. ხო და 35 თეთრი ყიდა და 40 გახადესო და აგინებდა რა. ანუ პურზე რა ხდებოდა ხო გითხარი, პური იყო პრაქტიკულად უფასო. ამიტომ იყო რიგები და მე საკონლის ძმევა და შენ ფასები ძვირი არ იყო, იმიტომ რომ სტიპენდია რა იყო. 1 ლარი და რაღაც თეთრები რა. მაგდენი? 2 არ იყო. 2 არ იყო. არა. ლარი და 77. თქვენ გეცინებათ და ნუ პენსია რო შემოიღეს პირველად, რამდენი იყო, იცი? პირველი პენსია 7 ლარი? არა, 7 ლარი იყო რევოლუციის დროს. ამიტომ 11. რო შემოიღეს 1 ლარიც არ იყო, მაკლებია. ანუ შეიძლება პენსიის სასაღებად წასულიყავით და ქაღალდის ფული ვერ აგიყო რა. აიღებდი, იმიტომ რომ მაშინ 1 თვის პენსია ესე ყოველთვე არ იქნება. და გროვდებოდა და მოგიწევდა ხო მაინც. ეხლა მე გეტყვი 98-ში. 98-ში უკვე გაძვირებულია ცხოვრება რა, იმ ქვეყანამ რაღაცა ორ ნიშნას და ქონდა რამდენიმე წელი. ისეთ ჩავარდნა იყო სამოქალაქო ომის მერე რა. 98-ში ან 17-ში მე და ჩემი მეგობრები წავედით ქობულეთში ზაფხულში დასასვენებლად. რა ღირდა კოიკა ეგრეთ წოდებული. აბა 97-ის ფასები. არა, 12 ლარი მე გადავაბი. ალბათ 5 მაქსიმუმ, 3 ალბათ. კოიკაში 1 კაცი. არა, 1. კოიკა არის საწოლი. და შეიძლება ოთახში 4 თქვა კოიკა ეგრეთ წოდებული. ოთახში შეიძლება 4-იც იყოს და 12 და 3 ლარი, ანუ მოგნახევარი არის. 2. ჩვენ ვიხდით 2-ს. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ფული არ იყო რა, ეხლა პენსია როცა 7 ლარია. გუბერნატორის ხელფასი როცა 35 ლარია და ან იღებს ან არა. კოიკა იღირება 2 ლარი ხო? და სიგარეტი იღირება 30 თეთრი.
ფასები და ეხლა მე მაგალითად გაზეთი სპორტინფო რო იყო ხო იცი ანუ წარმოიდგინე რა დრო იყო ოღონდ მე მანამდე 2000-იანების არ ვიცი ან დასაწყისი იყო ან შო და მახსოვს რომ ყვარელში ვიყავი და გარეთ რო ქონათ ხოლმე ხო იცი გამოტანილი ეს გაზეთები რაღაცა ის რო იყო და რო იდო უბრალოდ სტელაში და იმ სტელაშზე სპორტინფო იყო აწერია რომ 20 თეთრია და მე 40 თეთრად ვიყიდე ანუ ვეუბნებოდი რომ ერთი სპორტინფო მიტი და 20 თეთრი გავწე არა 40 ხი მეთქი 40 რო აწერია 20 თეთრი ქალაქში ხო 40 თეთრად ასე რომ ბევრი ნონსენსი ხდება ეხლა რა გინდა ტრანსპორტი მახსოვს ქუთაისში მე უნივერსიტეტიდან მოშორებით ცხოვრობდი ჭირდებოდა მიკროავტობუსი ან ავტობუსი მიკროავტობუსი ყიდა 20 თეთრი ავტობუსი ყიდა 10 თეთრი ოღონდ განსხვავება ის რომ ავტობუსით უფასოდაც შეგეძლო ჩამხტარიყავი ნუ ვარშტყაში უფრო რთული იყო ერთი კარი ქონდა ჩახლართული იქ რა უნდა გექნა ანუ ავტობუსიდან ჩახვიდოდი ნუ შეიძლება მაინც ზღოლი წაგაწევდა იქ რაღაცებს მაგრამ მე მაგალითად ეგეთი ის ქონა შემუშავებული რომ როცა არ მქონა ხოლმე და იქაც მე ეს ტროლეიბუსიც რო უნდა გაჩერდეს შვიდჯერ ისევ რო ჩამოიმტრა ეს უნდა გამოვიდეს და მიამაგროს დენსისები ისინი და როცა მე ფული არ მქონდა და ვიჯექი ის ამარშრუტო იმაში რომ მივდიოდით ანუ მე ვერ ვეთყოდი გააჩერეთ რა ვიღაცას უნდა გაეჩერა რომ ის სანამ იმას ფულს მისცემ და მე ჩემი იმით გამძვრალი ყავი მე 5-6 კლასში რო ვიყავი და წარმოიდგინე ხანდახან ყოფილა რომ ერთი 4 გაჩერების იქით ჩამოსულ არ იმიტომ რომ მე ვერ ვეუნები და მეთქი გააჩერეთ რა გააჩერეთ ვიღაცამ თქვენს და ხო რა ეხა მაგას დავამატოთ რა ხალხში არის იმედ გაცრუების, დაბნეულობის, დეპრესიის და რაღაც იმის ნაზავი. ნუ ჯერ საბჭოთა კავშირი არ ენატრებათ. იმიტომ რომ თავისი და ინგრაის და იქიდანაც პრობლემები ახსოვთ, მაგრამ აქ ვერ გაერკვა ბევრი და თან მე ამ თავისუფლება მიცის აკრძალული რაც იყო მანამდე და შემოცვიდა ბაშათი, იოგა, კარატე და ამას შემოყვა ფინანსური პირამიდები და ესეთი უცხო რაღაცეები რაც ხალხისთვის კიდე 1000 ხო ლატარია იცი მაინც და ლატარი არ გატყუებს გეუბნება რომ ბილეთი და ან მოიგებ ან არა და ფინანსური ლოტოც იყო ლოტო ხო და ეს რო შემოყვა ამ თან ნდობა ამ იმას არა აქვს ახანა აფხაზეთის ომი წავაგეთ პოლიტიკოსების რეპუტაცია დაბალია მღვდლების ჯერ კიდე მიუჩვეველია ხალხი იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს მაგათ საერთოდ არ ჰქონდათ ავტორიტეტი ამ ქურდებს ეხლა ზოგი კიცებს პატივს მაგრამ აი ქურდი რო ქვია კაც მაგის ჭკუაზე საზოგადოება მიაროს ეგეც ტრაგედიაა და ამ ბესპრიძელის ნიშნები ქუთაისშიც შეინიშნებოდა. მაგალითად, ერთი კაცი მიმტკიცებდა, რომ ჩემი სახლის წინო ტროლეიბუს ხაზი რო გადის, ჩემი სახლის წინ ამონაკვეთიც გადის, ის ჩემია. ამიტომ ჩემს სახთან გადის, ხო? შემიძლია ჩამოუხსნა და ჯარში ჩავაბარო. როგორ რაღაცა იცი ჩემს სახთან ეხა არის ბაგებში გაჩერება რა. და ერთხელაც რო ჩავიდე და ეს გაჩერება ავიღო მთლიანად და გადავადუხო და რაღაც სხვა უბანს მივყიდო ეს გაჩერება. მაშინ არ ტარდებოდა სკოლაში მოქალაქეობის გაკვეთილები. ხო და ხალხი აი დაბნეული ვინ რა დასკვნა გამოიტანა და ვინ რა იმ უბედურებისგან დაშიცა აღმოჩნდა. მაგრამ მაინც ბედნიერად ვთვლი თავს რომ ამ სამშობლოს პირველ ნაბიჯებს თვითმხილველი აი დაახლოებით როგორი არის შეგრძნება იცი პირველი ქრისტიანები ვინც იყვნენ ქრისტევისაც ყავდა ნანახი, რომ ჯეროდათ. ქადაგებები. რომ მოესწრებოდნენ, რაც დაიბარა იმან, რომ კიდე მოვა. აი რაღაცა ეგეთი მაქვს საქართველოზე მე, რომ ვისავარ. პირველი ქართველი ვარ ამ ფორმაციის საქართველოს. კი ბატონო. და ამიტომ სხვანაირად გულშემატკივრობ თქო მგონი. აი მე განცდა მქონდა საქართველოს ნაკრები რო ევროპაზე გავიდა. და პენლების სერიები რომ მოვიგეთ, მაშინ მახსოვს რომ ანუ ანი უეძინა, იმიტომ რომ ბავშვები დაიძინა და გაითიშა და მე ვიყავი რა და ამიტომ რაღაცა არავინ სხვა არ იყო. რაღაცა იქ თევზი უდი მისაყოლებელი უყურებ ხა ამას და რომ მორჩა. ბიჭო აი ჯერ ხო ყვიროდი რა და აი ეს ყვირილი მე გადაიზარდა უცებ ტვინში ჩამერთო არქივივით რა. აი რომ დაიწყო ეს ვაჩუკოთ ერთმანეთს თითები და რაღაცები და
დავიწყე ყველაფერი რაც ძველ დროს მახსენებდა ამისი ყურება რა ჯერ ხო ბღავილით მოვდი რომ მახსენდებოდა საიდან დაიწყო ანუ რაც ხდებოდა ეროვნულ ჩემპიონატში რა რომ ეს როგორი წარმოუდგენელი იყო მოლდოვასთან ორი წაგებული თამაში იმიტომ რომ გვეგონა რომ ბულგარეთს გამოგდოდით შიდა ჩემპიონატი მე ხა თან ფეხბურთელი რო იყავი კორუფციის ამბები რამდენი ნიჭიერი რომელიც ქუჩაში დარჩა ხანდალევის გამო ხან რაღაცის გამო ხან ამის გამო და უცებ ჩემთვის რა ანუ ეს გასვლა ევროპაზე იყო აი რაღაცა 40 წელი მოსემატა რაღაც ამბავი რა რომ აი ეს მოხდა და ამიტომ ბედნიერებასთან ერთად მქონდა ცოტა სევდაც და ეთყობა ასაკთან ერთად ისიც მოდის მადლიერება იმ წინა ტიპების რა რომ აი ვინც ამ ყველაფრისთვის ყველაფერი გააკეთა რა კაი მოდი ახლა რა იდეა მაქვს იცი რა ხან შენ არ მეკითხები აბა მოდი შენ თანამედროვე სტუდენტებს ინიციატივა აი ეგ ხო სტუდენტებს რაღაცა რჩევა არ ვიცი ხა რჩევა ჩემგან უნდა მიიღონ თუ არა მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან რაღაცა რომ დაუბარო მოდი სანამ დაუბარებთ უბრალოდ ერთს გითხავ მაგ თემამ მანდარის რა ესეც ალბათ რომ ეხლა შენი შვილები რამხელები არა ერთი შვილი მყავს არის 16-ის ჩემი შვილიც 16-ის არის უფროსი რა ვაჩუბოთ თუ რა ხო და იცი რა მაინტერესებს ანუ აი რა კი არ არის თქვა ეხლა სტუდენტი და ის მაგრამ რა არის ჩვენ თაობასა ნუ ჩვენ დაახლოებით ერთი თაობის ვართ მაინც ან ცოტა აცდენაში და ამ თაობაში შორის აი მთავარი განსხვავება რასაც ჩვენ პოულობ ხოლმე იმიტომ რომ მათთან გიწევს ალბათ ურთიერთობა და აი რა არის რიც მთავარი განსხვავებები და რამე მსგავსებებიც თუ არის და მე გადავიდეთ უკვე რა შეიძლება დაუბაროთ და განსხვავებები არიან ამათ უფრო ხელი მიუწვდებათ ყველაფერზე და კარგზეც და ცუდზეც და უფრო განვითარებული არიან უფრო ესე ვიტყვი უფრო მოქნილები და უფრო გაქნილები ვერ ვიტყვით რომ უარყოფითი არაფერი არ აქვს ის უარყოფითიც უფრო განვითარებული აქვს ვიდრე ჩვენ რაც ევოლუციური ჩვეულებრივი ამბავია როგორც სულშიც ვერ ვაჯობეთ არა ცუდში როგორ აჯობ ცუდშიც ისინი გაჯობებენ ხო ისა ესენი არ არიან კანონი რო იციან რომ 14 წლამდე ვერ ჩასვამდა ვინ არიან ეგ კი ბატონო მაგრამ აი მათ იცი რა არის ერთხელ ეგეთ სიტუაციაში შევესწარი რომ ხო მაგრამ მაგათ შვილები მაგათ დღეს აჩვენებენ მაგათი შვილები ხო აი მე გახდები შენ შობელი ეგეთ ფრაზებს რო პენელენ აიცახი სანამ დედა აზრი არა შენ შობელი მე მიხვდები რა თქმა უნდა იცი რა არის ანუ ერთხელ რაღაც კლინიკა სტომატოლოგთან ვიყავი და შევესწარი დაცვა იყო გოგო დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო გოგო და ესაუბრებოდა ვიღაცა კაცს და რაღაც ცოტა კამათობდნენ სავით მაგრამ ისი არ არის რაღაცა და ეუნებოდა რომ აიო ბიჭო ეს მაგიშეს გოგო რაღაც თავის პრობლემაზე ესაუბრებოდა მეგობარს და ეს შეესწრო რა ეხა არ იცით როგორ გაიყვანოს ეთყობა ექიმთან რომ შევიდეს და მანამდე ჩაერთო და ეუნება რომ აიო იცით რა მაგიშებსო ჯო ჩვენ დროსო ეს პრობლემა იყო ეს იყო იქ საჭმელზე ყველაფერი გაქვთ რომელ ბიბლიოთეკაშიც გინდა შეყვანო ონლაინ თუ რაღაცა და იქ ნახავ ყველაფერზე ცდომა და ყველა სფერო ჩამოთვალა სადაც დიდი სხვაობებია და აი რატო ხარ თუ ესე კაცო მე ეს არ მესმის და რაღაც რო დაფიქრდე ეხა კი ბატონო მართლა ეგრეა რომ ანუ ჩვენ ძალიან ხა მე რო ფეხბურთს თამაშობდი ხოლმე იქ სამოქალაქო ომის კალაშნიკოვის ხმამეს მოდა რა მაგრამ ჩვეულებრივად რა მიხარო და გოლს რო ვიტანდი ხოლმე ანუ მქონია განცდა რაღაც ისეთი ხო და ამიტომ შენ როგორ უყურებ ანუ ეგ ეგრეა მე მაინც გონია რომ მაინც ანუ ეგ არ ნიშნავს იმას რომ ამ თაობას შეიძლება არ კონდეს რაღაცა ასევე თავისი გამოწვევები და ეხა ეს ახალი თაობის ტიპი იმას ვერ აუ ეგრე იყვნენ ხო მაგრამ ჩვენ გადაგვხდა მათთვის სხვა გამოწვევებია დამატებით რა სოციალური ქსელები შენ როგორ უყურებ ამ საკითხს შეიძლება ითქვას რომ აი ეგრე უყურებ შენს რომ ჩვენ ძმაო ისეთები გვაგავლით თქვენ რა ბიჭო რა თქმა უნდა ამათ სხვა გამოწვევები აქვს იმიტომ ჩვენ რო მე გავლილი მაგ პერიოდი როცა საქართველოს არ აღიარებდა არავინ ამა ესენი აღიარებული არიან გაეროს წევრი არიან ამის წევრი არიან იმ პროცესის ამ ხელშეკრულების და ეხა უკვე ამათ სხვა იმაში აქვს შეჯიბრი სხვა დონეებზე და ამიტომ სხვა გამოწვევები აქვს და ზოგ რამეში ექნება წარმატება, ზოგში ვერ ექნება და ნახოთ რა სიზამენ, მაგრამ ჩვენ რაც გქონდა, რაც შევძელით ეს არის საქართველოს ამ ტერიტორიით.
ამნაირი ჭუაზე მყოფი ხალხით, ესეთი პარტიებით, ესეთი ტელევიზიებით, თქვათ, ესეთი იუმორისტებით და ესეთი რაღაცებით აქამდე მოვიყვანეთ და ეხლა ვნახოთ შემდეგი თაობამ ხო, იმიტომ რომ რაღაცას თუ აიღებ შესაძლებლობა, მაგალითად 18-21 წლების საქართველოს რო აიღო, ჩვენ უფრო გავძელით. 10 ჯერ დიდხანს უკვე. ხო, შედარება ეხლა, მაგრამ მაინც ხო მე მაინც ესე უყურებ, რომ აი, ნახე, სხვა ფსიქიკა აქვს რა ჩვენ სხვანაირი. აი, მარტო ელემენტარულად ავიღოთ ეხლა, რომ კვირაში ერთხელ იყო ვიდეო. მე ველოდებოდი ამას, ხო, რომ ვიდეოში მე ნახე ჩაკ ნორისი როგორ ჩხუბობს, ან თქვათ ვანდამი. ეს იყო ჩემთვის ზეიმი, რომ კვირაში ერთხელ ამას როგორ ველოდებოდი. სხვანაირად იყო, არ იყო მობილური ტელეფონები, ხო? ანუ თუ მეტეს სკროლვა და ასე შემდეგ, არ იყო ინტერნეტი, არ იყო ეს ყველაფერი და ამიტომ სხვანაირი მაინდსეტი მქონდა, ანუ სხვანაირი რითმი მქონდა, სხვანაირი დინამიკა იყო, სხვანაირი გამოწვევები იყო. მაგრამ ეხლა შეიძლება კი მოგვარებული აქვს თქვათ კვების ამბავი, ნუ ყველას არა, მაგრამ რაღაც ელემენტარული ბაზისური რაღაც საჭიროებები კი ბატონო ეს თქვათ არ დაიჩაგრება ისე როგორც ჩვენ დროს დაიჩაგრებოდა თუ აბარებს სამსახურშიც ვიმედობა არ არის. მოკლედ ბევრი რაღაცა უპირატესობები არის, მაგრამ მეორე მხრივ სოციქსელები, ეს ალგორითმები, ეს მუდმივი საინფორმაციო რაღაცა სიგიჟე, რომელიც ტრიალებს და ამის შინაგანი ფილტრის დაყენებაც რთულია, 1000 ცდუნება, 1000 რაღაცა და აი მაგიტო ვამბობ, რომ ეგრე ვერ იტყვი რა, ანუ ჩემი აზრით ყველა თაობას და ყველა დროს აქვს თავისი რაღაცა გამოწვევები, იმიტომ რომ მასე შეგიძლია მიუდგე ყველა თაობას, გაიხსენო რომელიღაცა ყველაზე რთული ისტორიული, თქვათ, პრეცედენტი ან დრო ან ეპოქა, სადაც რაღაც კატასტროფა ხდებოდა განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიაში. ყოფ ადამიანს, რა თქმა უნდა, დანარჩენები ყველა გონია, რომ ნუ რა შედარებაა, ხო, მაგრამ ეგრე ხო ვერ მიუდგებია რა. ის განცდები მაინც განცდებათ არის, ის რეალური განცდებია მაინც და ისე უყურებ რა და მამათა შულთა ამბავში მოკლედ, ალბათ თავარი რომ ბუნებრივი იყოს ყველაფერი და სამყაროს კანონზომიერებით მიდიოდეს და არა პირიქით, რომ აი ეს ესტაფეტა მშვიდობიანად მინდა ხოლმე სულ რომ გადაეცეთ, მე გაიზელონეს გზა. არა, მშვიდობიანად გადავცემთ ფაქტია, იმიტომ რომ მშვიდობას იძახის ნახევარი ქვეყანა. აი რასაც ურჩევდი ჩემ თავს რა, თქვა. ის რო არის გაქცევა შაუშენკიდან, დანახი ხო გაკ. მორგან ფრიმანი რო აი ბოლოსკენ და რო ზის რა და უკვე მე-10 თუ მე-20 რო მოდიან ის ადამიანები პენიტენციური სამსახური რომელსაც უნდა ან ეფრუვουν გაუკეთონ, ან უარი უთხრან, ან დაუდასტურონ რომ დატოვოს. უკვე ნაჯდომია 45 წელი. გამოსწორებული არის თუ არა. და ეს ეუნება რომ აიო გამოსწორდით რაღაცა და ანუ მანამდე ხო სულ იმის მტკიცებაში იყო რომ გამოსწორდა და ეხა უკვე ისია და ისეთები მოხდა მის ცხოვრებაში და 17 წლის დაიჭირეს და კაცი 65 წლის არის და გამოსწორდით თუ არა გეტყვით რა საერთოდ არ მაინტერესებს ეხლა რა თქვენი რაღაცას გამოსწორებულად ჩათვლით თუ არა ერთადერთი უბრალოდ მე დაუბრუნდებოდიო ჩემ თავ რომ შემეძლოს იმ 17 წლის ბიჭის ნახვა რომელმაც ის საშინელი დანაშაული ჩაიდინა რის გამოც ამდენი ხანი ციხეში ვარ უბრალოდ ნახავდიო ჩავეხუტებდი და ვეტყოდიო რომ არა უშავს ნუ გეშინია უიმედომა არ უნდა იმას გიქნას შეცდომები დაგაშვებინოს და უბრალოდ გააგრძელე აი რაღაცას ესე მივცემდი ეხა ეს იმიტომ გამახსენდა რომ აი რა შემიძლია ჩემ თავზე თქვა კალათბურთელი მაიკლ ჯორდანის თემას ვიტყვი რა მაგარი რაღაცა აქ ნათქვამი რომ ჯერ ეს ერთი ვინც არ იცის წაგებაო ის ვერასდროს ვერ გახდება ვინერი ანუ უნდა იცოდე წაგება მაქო 8000 ბურთი გაფუჭებული გადამწყვეტის როლის დროს მაგ დაშვებული ძალიან ბევრი შეცდომა დავაღალატე ხალხი და ამიტომაც ვარ მაიკლ ჯორდანი ასე რომ ერთი რაც შემიძლია გითხრათ мотивация ყოველთვის შეგიძლიათ გამონახოთ გარემოებები იქნება თუ ხანდახან შეიძლება ეს ახლო ადამიანებიც კი იყვნენ ეუნებოდნენ რაღაცა 1000 მართლა ბევრი ხელის შემშლელი იყოს შეიძლება გარემოში და რაღაცა მაგრამ მაინც გააგრძელეთ იმის კეთება რაც გიყვართ მოთმინება გეყოთ და აუცილებლად დანარჩენი ამ ყველაფერს მოყვება. ამისათვის კი ხანდახან ისიც კი საჭიროა რომ რაღაც პატარ-პატარა მსხვილობებზე წახვიდეთ. სადღაც ფართი გამოტოვო, სადღაც ივენთი, მაგრამ ის მიზანი რაც დასახული გაქვთ, მე გისურვებთ რომ ძალა და ენერგია გეყოთ რომ გააგრძელოთ. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ზედმეტი იმედია ძალიან მენტორულად არ გამომივიდა მოკლედ და გაითვალისწინეთ, რავი, თუ დაგვიჯერებთ აგერ ორ ბაბუს ყურის არ გეტყვით ჩვენა გაიგე. იმ დღეს მართლა დამიძახეს ხო იცი? ბაბუო იქ ბაღი არის ჩემი კომპლექსის გვერდით. საბავშვო ბაღია და მოედანი აქვს რა სპორტული და ბურთი გადმოუვარდათ.
მოგწოდე რა. ბაბუკად მოგწოდე. ბაბუს განახით. ის გადაარტყო შუშო ჩამტვრიშო. მაგარი. ჯანო ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. პირველი ეპიზოდი იყო და რავი მე ძალიან გამისწორდა და მიხარია რომ რაღაცნაირად სულ მინდა აი ეხლა აღარ მინდა რომ გამიგზავდეს, მაგრამ კაინივეს ნათქვამი აქვს რომ როცა მინდა რომ ვიყო ტოპზე, ანუ ვიყო, მაგრამ მე ყოველთვის ურთიერთობ ახალგაზრდებთან, ჩემზე გაცილებით პატარებთან, იმიტომ რომ ისინი არიან უფრო ლაღები, არიან კრეატიულები და როცა მე უკვე რაღაცა კრიზისი მაქვს შემოქმედებითი, მე ამ ადამიანებისგან ვიღებ გამოცდილებას ძალას და სიამოვნებს მათთან ურთიერთობა, არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, რაღაცა ასთა წყობა სხვანაირი მიხდება, უფრო შინაგანი ენერგიაც მემატება და შეიძლება ასე ვირტუალურია, მაგრამ მაინც მიხარია რომ თქვენი ცხოვრების რაღაც დონეზე ნაწილი ვიქნები ხოლმე თუ დამდებთ პატივს და გვიყურებთ. მადლობა ყველას და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს. მადლობა ჯანელო.